ტრადიციაში ყველაზე მძიმე შვიდეულში, რომელსაც ვნების შვიდეული ქვია, უფრო მეტად ესე რომ ვთქვათ, შინაარსობრივათაც და სიმძიმითაც, მოკლედ, დიდი ხუთშაბათიდან იწყება ეს სიმძიმე, ხვალიდან. ეს არის დღეს ოთხშაბათს საღამოს უკვე, როდესაც იუდა გულში ჩაიდებს თავისი მოძღვრის გაყიდვას და ამის შემდეგ ხვალინდელ დღეს უკვე ხუთშაბათ დღეს აღესრულება საიდუმლო სერობა. საიდუმლო სერობა საინტერესო არის იმით, რომ რა თქმა უნდა მისი მნიშვნელობა არის, რომ ზიარების საიდუმლო დადგინდა და ჩვენ დღესაც აი ამ საიდუმლო სერობის გაგრძელებაში ვიღებთ ყველანი მონაწილეობას, მაგრამ ერთი ჩვენთვის საგულისხმო ფაქტი არის რომ ისე იგი, როდესაც ებრაული პასექი იმართებოდა, იქ აუცილებლად დაიქირავდნენ ხოლმე მონას, რომელსაც უნდა ფეხი დაებანა ოჯახის წევრებისთვის. და როდესაც მაცხოვარი და მოციქულები შეიკრიბნენ პასექზე, არ იყო ესეთი მონა. და ყველანი მოციქულები ერთმანეთს უყურებდნენ, რომ ვინ იქნებოდა ის, ვინც, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა დამცრობის მომენტი იყო და აი მაცხოვარი თვითონ იღებს აი ამ ისე იგი ჯამს და თვითონ ბანს მოციქულებს თავს და ფეხებს და ესე უნება რომ ისე იგი როგორც მე გაგიკეთეთ თქვენ ასე გააკეთებდო და ეს არის სიმდაბლის საოცარი გამოვლინება და აი ხვალინდელი დღე ეს არის ზუსტად ხუთშაბათი დღე, ეს არის ზიარების დადგენის დღე და ყველა ქრისტიანი ადამიანი ცდილობს შეძლების დაგვარად მოკლედ საიდუმლო სერობაში მიიღოს მონაწილეობა და მსახურების მერე აღესრულება ფეხბანის წესი, რომელსაც მღვდელმთავარი აღასრულებს სამღვდელოებასთან ერთად და ეს ეკლესიის ტრადიციაში საუკუნეთა მანძილზე არსებობს. ამის შემდეგ ხუთშაბათ საღამოთივე ჩვენ უკვე ვიწყებთ დიდი პარასკევის მსახურება, სადაც აღესრულება წისკარი, სადაც წაკითხული იქნება 12 ვნების სახარება. ანუ, როდესაც სერობა დასრულდა, მაშინ გეცემანის ბაღში წავიდნენ მოციქულები მაცხოვართან ერთად, იუდა კი მოკლედ გადაუხვია ამ გზიდან და წავიდა მღვდელმთავრებთან, იმ დროის მღვდელმთავრებთან, რომ მოკლედ მიეცა მისთვის. ანუ გაცემა რას ნიშნავდა, იცით? დღე ვერ იპყრობდნენ მაცხოვარს, იმიტომ რომ ბევრი ხალხი იყო გარშემორტყმული და ამიტომ გეცემანის ბაღი ღამე იყო და გეცემანის ბაღში წავიდნენ, იმიტომ და იქ მხოლოდ იცოდნენ მოციქულებმა და მაცხოვარმა სადაც იყვნენ და ერთ-ერთი მათგანი იყო იუდა, ვინც იცოდა ეს და ზუსტად მიუთითა სად იქნებოდა მაცხოვარი ღამეს სად გაათევდა და აი მივიდნენ და მოკლედ მოხდა შეპყრობა. შეპყრობის მერე მოკლედ იქნა გასამართლებული პილატეს სამსჯავროს წინაშე იყო ისე იგი შეურაცხყოფილი ნაგინები, ნანერწყვები, მოკლედ აი ეს ყველაფერი კაცთა ხსნისათვის დაითმინა და აი ზუსტად პარასკევის ანუ ხუთშაბათს საღამოს მსახურება ეს არის 12 ვნების სახარება, აი მის ამსახველით როგორ შეიპყრეს მაცხოვარი და როგორ ჯვარზე გააკრეს. პარასკევი დილა არის ანუ პარასკევი დღე არის ყველაზე ესე იგი რთული და ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ლიტურგიაც კი არ აღესრულება, ამ დღეს დუმარების დღეა, იმიტომ რომ მაცხოვარი ჯვარზე არის ჩამოკიდებული და აი აქ მერე უკვე დღის 2 საათზე პარასკევს დაიწყება მსახურება გარდამოხსნისა. გარდამოხსნის მსახურება ნიშნავს, აი მაცხოვართან როდესაც მივიდნენ იოსებ, არიმათიელი და ნიკოდიმოსი, გამოითხოვეს რომ ჩამოეხსნათ მაცხოვარი, ისე იგი ჯვრიდან და წაეყვანათ, ისე იგი დაესაფლავებინათ და აი გარდამოხსნის მომენტში, როდესაც გარდამოიხსნება, იქვე არის აი გახსენება ხდება და ანუ ჩვენ ვიღებთ ამაში მონაწილეობას, როდესაც მაცხოვარს ჯვრის დაბლა დაასვენებენ და დატირება იკითხება. ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტირის თავის მოკლედ აი გარდაცვლილ შვილს. ამის მერე საფლავა დადება ხდება და აი თქვენ იცით რომ გარდამოხსნას სამჯერ შემოატარებენ ხოლმე ტაძრის გარშემო, ეს არის გზა ჯვარცმიდან ისე იგი საფლავამდე და სიმბოლურად სამი ნიშნავს რომ მაცხოვარი 3 დღეს დაყობს მოკლედ საფლავში. ეს დღე ამით აღესრულება, შაბათი დილა არის სიმშვიდის და მოლოდინის დილა, გულები უკვე ფეთქავს იმით რომ ვიცით რომ ჩვენ მაც ქრისტე აღსდგება ამ დღეს, ისე იგი კვირა დღეს და მოკლედ აი ეს საფლავში ყოფობა არის, ანუ მდუმარების დღე არის, დუმილის დღეა, ესე რომ ვთქვათ, ჩუმი სიხარულის დღე არის. ჯერ კიდე ბოლომდე ფრჩობლად არ გვიხარია, მაგრამ სიხარულის დღეა და აი ამ დღეს აღესრულება ბასილი დიდის ლიტურგია, სადაც 15 საწინასწარმეტყველო იკითხება, ყველა ის საწინასწარმეტყველო წმინდა წერილიდან, რომელიც ამ ამბავზე იყო მოთხრობილი და აი უკვე შაბათს საღამოთი ესე 12-ის ნახევრიდან ვიწყებთ შეკრებას უკვე ტაძარში, სადაც გარდამოხსნა შებრძანდება უკვე საკურთხეველში და ამის მერე 12 საათზე დაიწყება საზეიმო ლიტანიობა, მოკლედ სააღდგომო მსახურება და ყველას მშვიდობიან ვნების კვირას გისურვებთ და ყველას მოკლედ ბედნიერ აღდგომას გისურვებთ ღვთისწყალობითა და მადლით. ცეცხლის წმინდა ცეცხლის ჩამოგზავნებასაც მუცელები თქვათ მრევლი დაელოდება ხომ ტაძარში როგორც დიახ, ვიცით რომ აღდგომის დღეს, ისე იგი აღდგომა ღამეს
ერთი კიდე მნიშვნელოვანი მომენტი არის ხოლმე, როდესაც შემობრძანდება, ესე იგი ჩამობრძანდება იმიდან, რა ქვია, იერუსალიმიდან ქრისტეს საფლავიდან ცეცხლი, რომელსაც ადამიანები აი ამ აღდგომის თითქოს გასაზიარებლად, როგორც სანთელი და ცეცხლი ეს არის ადამიანის გული და ჩვენი ანთებული გულები ამ აღდგომის სიხარულით და განასახიერებს ეს სანთელი, ანთებული სანთელი მაცხოვრის საფლავიდან განასახიერებს დაცარიელებული საფლავს და აღდგომის სიხარულს და აი ამას გავინაწილებთ ყველანი ტაძარში და შემდეგ ყველანი წაიღებენ აი ამ ესე იგი ცეცხლს სახში და მოკლედ სიხარული იქნება. წყინვალე შვიდეული კი, ამის შემდეგ წყინვალე შვიდეული იწყება დღე, ყოველი დღე ერთი კვირა, რომელიც ტოლფასი არის, ესე რომ ვთქვათ. ანუ სახურების განრიგით ყველაფრით არის მოკლედ აღდგომის ტოლფასი. იცით თქვენ რომ სამშაბათი დღე არის ოქონობის დღესასწაული, იცით რომ ჩვენ გორის ესე იგი როგორც სასულიერო, ასევე საერო დღესასწაული არის ეს წლების უკან მოკლედ დადგინდა ოქონობის დღესასწაული და ოქონობის დღესასწაულს გვექნება მსახურება ოქონის მშენებარე ტაძარში, სადაც მეუფე ანდრია იმსახურებს მოკლედ და მერე მსახურების შემდეგ იქნება ლიტანიობა იმაში ქუჩაში, ესე რომ ვთქვათ, გორის ქუჩებში დაილოცება ქალაქი იმ სასწაულმოქმედი ხატის ასლებით და იმ ხატებით, რომელიც მოკლედ მიეკუთვნებოდა ისტორიულად აი ამ ტაძარს და მოკლედ ღმერთმა მრავალს დაგვასწროს ყველან.